სალამ მეგობრებო, მოკლედ ჩვენ ყველას ვისაც კინო გვიყვარს, გვაქვს ნანახი გასპარ ნოეს გენიალური ფილმი კლიმაქსი. სადაც აი დაახლოებით ესეთი გოგობიჩები ოღონდ ამათზე ცეკვის უკეთ მცოდნენი და ისინი ფრანგები არიან, ხო? ხო. ზოგი ფრანგია, ზოგი არა, ინტერნაციონალური კომანდაა. არა, საფრანგეთში არ ხდება, მოკლედ. საფრანგეთში ხდება, მაგრამ კომანდა ინტერნაციონალურია. კომანდა ინტერნაციონალური, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ, იქაური თვითონ სივრცე არის კიდე სხვა თვითონ ცენტრია არა პერიფერი რომელიც ნიშნავს სამყაროს სხვა ლიმიტებს და აქ კიდე სხვა ტრაგედია შემოდის ნარკოტიკული თრობის ქვეშ ხდება ის რაც ხდება ეს სახის გაშიშვლება აქ მაგის გარეშე უყურებთ ხო არა ჯერჯერობით არ ვიცით მაგის გარეშე უყურებთ თუ არა მოკლედ ნახეთ ეს ფილმი და ნახავთ იმ ადამიანებს რომლებიც შეიკრიბნენ დღეს ანუ ეხლა თქვენ პოსტის ლაივს უყურებდით შეგეძლოთ იგივე წარმატებით გასპარ ნოეს კლიმაქსი გენახათ იგივე იქნებოდა ზუსტად უბრალოდ ნუ იქ ბევრად წარმოსადეგი მსახიობები და ქორეოგრაფია ჩვენ არ მინდა ეს ფინალი რაც იმ ფილმში დავდა მაგრამ ჩვენ უყურებთ უოჯახო უსამშობლო დვარნიაშკა ტიპებს ჩვეულებრივი დვარნიაშკა ტიპებს რომლებიც სახში კი არ არიან ძაღლის ბუდკაში არ არიან შესაშვები ოღონდ. აი ხა მე გავუშვებ ერთ, რა ვიცი, კალაძემ თქვა, ეს გოგონაა, ალბათ გოგონაა, არ ვიცი, რომელიც მართლა ჩვენს ულამაზეს გოგონას, ჩვენ ჟურნალისტ, მაგარ ჟურნალისტს, რომელსაც ძალიან პატივს ეხა ვიდეოს რასაც იხილავთ. აი ეს რა არის? ეს არის ეს ვიდეო ადასტურებს დღევანდელ კახი კალაძის განცხადებას, რომელზეც მთელი ბაბლი აღშფოთდა. ხო, აი მაგალითად, ხო არის რაღაც ესე იდიოტი დვარნიაშკა, რომ მანქანა რომ იდის ნებისმიერ მანქანას მიუვარდება და ბორბალს უხებს. აი ეგ დაახლოებით ეგ ხდება. გავუშვებთ. მადლობა. ესე იგი, ჩვენ ამას ხა ცოტა, იმიტომ წესით ირონიულად არ უნდა ვუყუროთ, იმიტომ არ არის ტრანკვილიზატორის დიდი დოზა, ანუ ვიღაცა უნდა იყოს. ამას ვერ უშველის ტრანკვილიზატორი. ცხენი დოზა როგორ არ უშველის? არა, ვერ უშველის. ხონის ფსიხუშკა? ვერა, ამას არა, ეს რაღაცა. ეს მიღმა მეტაფიზიკური რაღაცაა. ამას ნაკურთხი წყალით შეიძლება ვერ მოერგოს. სვეტნოი დვარნიაშკა, აი რო გინახია, რომ ყებს ხო იცი რა, აი დვარნიაშკას კიდევ რაღაცა ბოდიში რომ შეურაცხყოფას ვაყენებ, იმიტომ რომ არ მოსულა, ხო? დიხლაფოსი უნდა შეასხა რა, ამას ნაღდად ეგ უნდა შეასხა, პირდაპირ. აი იმინა ტარაკნების წამალი პირდაპირ უნდა მიასხა და всё რა. ხო, კიდე გვაქვს კაცო მთელი რიგი ვიდეოები, კი ბატონო, აი ეხლა აი ეს ვიდეო მაგალითად ერთი წუთით. აჰა. გავუშვით? სკანდინავთან რევოლუციას და თქვენ ეთანხმებით ამას. თქვენ ტელევიზიას საერთოდ კომენტარსაც კი არ ვიცით. სინდისოები ხართ ყოველ წაგუჩა. არა, აი მადლობა ეს ქალბატონი დახვეწილია ძალიან ის იყო და რა გინდა არა თან მელიას მასკავ ძალიან ძალავდა თავის სახეს ქალბატონი ეს კარგია ეს ვაიშატის პერსონაჟი ხოჩა აი ეს სოკრატე და ის ხარ ამათთან შედარებით და კდემა და ყველაფერაც კი შეიძლება ის წინა და ეს ეხლა ვნახოთ ვინ გვიწყობს რევოლუციას ესე ძალიან საინტერესო თემაა თუ შეიძლება ყველანი ვეთანხმ ეს საზოგადოება, საავადმყოფო საზოგადოება არის ძალაუფლების წყარო და თუ საზოგადოებას ენდომება რევოლუცია, კი მოხდება რევოლუცია, რა არის აქ პრობლემა? ხედავ რამეს პრობლემას, თუ ხედავ აქ უნდა მივაბად ის რო არის, კაი ძმაო. გავითვალისწინებ. ხო აი ეს სუბიექტი მაგალითად გვიწყობს რევოლუციას. რო ხნავიან, აქ ის ვიდეო. ნიშნავენ თვითონ რაც ამბობს. თქვენ რომ ხალხს თუ მოუნდებაო და ხო ხედავენ რომ ვერ ხდება ეს რევოლუცია, რომ ხალხს არ უნდა. ხალხს არ უნდა და თან მე თქვენი სახელი არ ვიცი ბატონო, მაგრამ ისე მოწიწებით გაგიმხელთ, რომ რევოლუციას ყოველთვის ძალიან მაგარი ტიპები აკეთებდნენ. ანუ ესენ მაგარი როგორ ბრჭყალებს არა როგორ გინდა ბრჭყალებს და გინდა ბრჭყალების გარეშე ანუ ყველა იყო სერიოზული ავანტიურისტი სერიოზული შემსრულებელი და სერიოზული გამკეთებელი რა გინდა ლენინი და გინდა აი ჩვენ კიდე ბეტმენი რო უყურებს იქაური ბეტმენი მიმდინარე მოვლენებს გვაქვს კადრი არ იცი შენ აი ნახე გავშვით
აი დაპირისპირება შიგნით უკვე ერთმანეთს დასწრეს. აი ბეტმენს ხედავ? ბეტმენს ხედავ? კი, ხედავ ძმაო, მე ვეძებდი დაჟე სხვა იმებსაც სხვა კოსტუმებში გავა. რატო ჭუბობენ ერთმანეთს? შეგვიძლია გითხრა ჩვენო ძვირფასო კოლეგებო? გასაგებია, მადლობა. ესე იგი, იყო თემა, რომ უნდა შევარდნილიყვნენ, მეგობრებო, და ვიღაცას ეყო ჭკუა და არ შევარდნენ. ვერ შევარდნენ და ამის, ესე ვთქვათ, გასაჩერებლად, აი ამ ამბის გასაჩერებლად ქნეს ეს ამბავი. კიდევ ერთი ვიდეო მეგობრებო, თუ შეიძლება წავიდა. აი გასაგებია ამის გაქრება. ხო, გვაგინებენ მეგობრებო. აი ხა პრინციპში ვიღაცა რომ იყოს ჩვენი გულშემატკივარი ან თანამშრომელი და დაიწყო ძინება, ხო? და მაგრა გითავაზოთ. ხო, როგორც გუშინ მოხდა, ხო? როგორც გუშინ მოხდა. ანუ ეს მოსულა, ანუ იქნება მოძალადე. გუშინდელ იმაზე რა ქვია, მომხდარზე. ძალიან ბევრი იმას ქნა, რომ პოლიციასთან ერთად შეგიძლია თუ რაღაც გააკეთოთ. ანუ გუშინ ჩვენ ნახეთ ხო მოვლენების განვითარება, ანუ პოლიციამ დაიფარა მივიდნენ, ჯერ ანუ შენ თუ არ გინდა კონფრონტაციაში შესვლა, რა მარშრუტსაც გადიოდი აქამდე, იარე იმ მარშრუტით და არავინ არ იმას გამოკიდებია, ხო? ანუ ეს ტიპები მივიდნენ შტაბის ადგილას, სადაც დაიწყეს გინება და მსგავსი უგვანი ქმედებები, რაზეც ჯერ ქუჩიდან გამლელების მერე, რა თქმა უნდა, შიგნით ყოფების, რომლებიც პირდაპირ ადრესატები იყვნენ, ამ გინების რეაქცია მოყვა და ამაზე იყო კომენტარები, რომ პოლიციის, რა ქვია, პოლიცია რო დგასო ჩვენს შორის, მარტო მაშინ შეგიძლიათ. რა ვიცი, მან მადლობას უნდა ამბობ, რომ პოლიცია დგას და ეგ დაცვითი ბარიერი არსებობს, რომ არ ლეწავენ მართლა ყველას. ვინც მიდის და ვანდგინება. ხო, აი კიდევ აი ეს ერთი პოლიცია რო არა გაცლებთ მეტი დაშავებული. აი რომ იცოდეთ, ვინ გვებდის, ვინ გვამხობს მეგობრებო, აი კიდევ ერთი და დღეს რომ ანუ იცოდნენ გუში ხო სპონტანური იყო რა. დღეს რო იცოდნენ რომ ისევ დაგეგმილად დაანონსეს დაგეგმილად მოდიოდნენ და შესაძლოა იქ ხაბეიშულმა ისტერიჩკა გამოიყვანა ის ნაცი ტიტუშკები და დღეს ხო ეგ ის არის კოლაბორაცია ნაცი ტიტუშკების და ლიბერალ აქტივიზმის. რა თვითონ ადმივა კაცო ეხება აი და კიდევ ვიღაცა გწებოსო რა. დღეს ანუ ყველანაირად მოხდა ისე სიტუაციის დაალაგება, რომ კონფრონტაციაში არ შესულიყო იმ შტაბში მყოფი ადამიანების მხარე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ უარესი გინებით მივიდნენ. ანუ რაღაც ლოგიკა ხო შეიძლება რომ გააბან ამ ადამიანებმა თვითონაც ჩვენი დახმარების გარეშეც. ხო, აი მაგალითად კიდე. ზემოდან მოწოდებას მოიმზადეთ, მაქსიმუმ თქვენ დისტრაკებში შევარდათ ახლა მე ჩვენგან ვიც კლასში გავარდა სადღაც. აი ხა ეს ახალგაზრდა, აი ხო ანუ აი რეალურად აი ეს ახალგაზრდა რომ ბიჭო ჩმორობა ესაა ხა იპოვოს ვიღაცა არა უყურე თუ მაგის თავი თუ მაგის თავი გაქვს საჯაროდ გამოდიხარ და მსგავს რაღაცას ამბობ მაშინ ძმაო ნიღბის გარეშე უნდა იბაზრო არა ნუ მაგნივა გაიგეთოს ერთად აი დაუშვათ სანგრი და ყველაფერს იბაზრებ ვერავინ რო ვერ ხედავს აი უწყვეტ კაცს უყურებთ რაც ხდება ელიქიშულზე აი პიროვნებათა პირთა მცირე ჯგუფმა ერთი წუთით რა პირთა მცირე ჯგუფმა აი ეს დედის მაგინებელი პირი იდენტიფიცირება რომ მოახდინოს ვიცნოთ რაღაცაზე და სამი კაცი ან ორი მივიდეთ და იმიტომ რომ თავისუფლება ნარად გითხოთ რომ ვის გულისხმობ ვის იმაში შევარდას გულისხმობ ხო რა ვიცი აბა ცემა არის მეგობრებო რო იცოდეთ მე გასწავლეთ ერთად ცემა არის მორევაზე თქვენი დედები ვატირეთ თქვენ უკაცრავ წამოსვლა და მორევაზე ოღონდ მართლა მორევაზე არის რა და არის აქეთ ხარეს როგორ გითხრათ განუზომლად მეტი ფიზიკური ძალა დგას თუნდაც თუ შეიძლება რამეზე ითქვას რომ რაღაც გაგიჟებს არის ერთადერთი ის რომ ანუ გუშინ ვიხსენებდი და დღეს ჩვენ ვილაპარაკეთ ხო რომ 13 შემოვიდეთ რომ ნაცების პერიოდში არის ხო ეგეთ გინება არა ანუ არც ერთი ოპოზიციური აქცია არ ჩატარებულა ისეთი გინები ვინმეს მისამართით ან პერსონალიზირებული ან განზოგადებული
რაღაცა ან ჩენთი გაკეთებულიყო დედის გინების ან აქციაზე გამოსულიყვნენ აქ რიგითი აქტივისტი თუ ოპოზიციონერი და იმათ იგინებინათ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ ან გამაუპატიურებელ რეჟიმზე ვლაპარაკობთ მათთვის არ გვიგინებია და ბუჭ ტიპები მოდიან და ანუ როგორ იგინებიან იცი რომ აი ხო და რა ვიცი ანუ ეგ არის მიზეს შედეგობრივი რაღაც ხა გინება მართლა ის იმაში არ ცხოვრობთ. მეგობრებო, ვირტუალურ სამყაროში Facebook-ზე როგორც აგინებენ ვიღაცას და გონიათ რომ იქ არაფერი პასუხი არ ელით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება პარტია ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 2 წლამდე არის ვადა, ვინც გაანადგურა ეს ბანერები და შეურაცხყოფელი წარწერები დააწერა, იპოვნიან მისცემენ რაღაც გარკვეულ საპატიმრო ვადას და მე გახდებიან ისინი გვირები, ხო? ანუ ესე სინდესის პატიმარი იმაში in making არის. აი, რა ვიცი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რევოლუციები ეგრე არ ხდება. გინებით და ასე შემდეგ. თქვენ რა იცით რევოლუცია როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ აი, ცემა არის მორევაზე, მეგობრებო. და რა ვიცი, აქეთ არ ფიქრობთ, არ ვამბობთ. ხალხი აქეთ არის, ანუ დამტმელი, ძემელი, კაიპურის ჭამელი, რა ვიცი, ქართველები, ქართული ტრადიციის, ნორმალური ჰუმანური ადამიანების უდიდესი რაოდენობა ოცნებას უარ ემხრობა დაჟე ისინი. არის აქეთ ხარეს და რატო გინდათ იმ სპორტის სახეობაში მიიღოთ მონაწილეობა, აი დავუშვათ თქვენ ხართ მოჭადრაკეები და ძიუდო სტატამზე რატო გამოდიხართ ბიჭო? აი ძაასრანი არის არა? მოჭადრაკეები არა, უფრო დურაკას მოთამაშეები. დურაკას მოთამაშეები და გამოდიან ტატამზე და რანაირად აი რისი იმედი აქვთ? ეჯახებიან ლაშა თალახად. ლაშა თალახად ეს პირობითად ხო რა? ვიღაცა გამოვიდეს ვიღაცა და დაეჯახოს ლაშა თალახაძეს. შვილო, სად მოდიხარ? რა გინდა? რატო იჩხუბობ მუშტებზე, რატო იყურები? დაგამხობთ? ნუ ყოლა დამაზენის აქციები. აი ლევან ხაბეშვილი ესეთი იდიოტი გავუშვით თუ შეგ მე არ მივცერ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას იმის პუპულებას რომ 4 ოქტომბრამდე დავაჭერინო თავი მე ეგ წამოვწვა ციხეში და თქვა რომ ეხა მე აბაძმებო რა ვქნა მე ციხეში ვარ და მე ვერ გავაკეთებ მშვიდობია რევოლუციაზე მე ვთქვი და მე მივდივარ ყველაფერზე ოღონდ ვიღაცამ რაღაცაზე თქვენც აიღეთ პასუხისმგებლობა გამოდით ლუგძინავ და არ შეიძლება ეხა ყველასები და ასე კონკრეტული პარტიები გეუბნებით ყველას არ მინდაზე ვინც ტელევიზორში შეხედხართ და გეძახიან და ლიდერების დაწახება გინდათ ყველას ვეუბნები ხო არ უნდა 4 ოქტომბერზე ხო იცახიან ვიღაცები რომ პასუხისმგებლობას არ ვიღებ. გამოდი ბიჭო, გარეთ დაიცავით ეს ხალხი. არავის არ უნდა თქვენთან იქ ვიღაცა პასუხისმგებლობის აღება ავიღებთ, ვართ მაგის ხალხი. გამოდით ყველამ დაიცავით ერთმანეთი, რომ დაინახავთ. მედიის წარმომადგენელი, რომ ესეთი ბრძოლა და ომია გაჩაღებული და იქ ეგრეთ წოდებული ლიდერები თუ ფეისები რო არიან, არ არიან, აღარ დაუძახოთ ეთერში, მართლა გეუბნები. თვითონ არ არის. არა, თვითონ დაგვედა 4 ოქტომბრამდე მე თავს ვერ დავაჭერინებ, მაგრამ ეს ხო ყველაფერზე ვარო წამსვლელიო თქვა მეო რევოლუციის გამოვიდა რა ყველაფერზე ლაკა რატო ობედნიერი მე ერთი ძალიან უხეში და ეთერისთვის ყოველდღე მიუღებელი ქმედება მინდა გავიხსენო და იმას თუ გააკეთებს კი თუ შეჭამს მეც ჭამ იმისას თუ შეჭამს ოღონდ და დავინახოთ რა იმის პატარა დონეზე ვთქვათ უნდა დავინახოთ რომ იმისია და შეჭამს რევოლუციას მაინც ვერ მოგაწყობინებთ მაგრამ ეთერს მოგცემთ ჩვენ იმისას თუ შეჭამს ყველაკისას დაიწყე კარიერა აი მაშინ სერიოზულად დაფიქრდები ნელა წახვალ ისე პრინციპში რევოლუციონერმა კამომ შეჭამა რომ დაიფიქრებინა რომ გიჟია და არ გაესახლებინა დაფიქრებას ყველა კმედება ისე პრინციპში ეგ кайხანია ჭამს კი ბატონო კარგი სალომე სამადაშვილი ლევან სანიკიძე დღეს იყო მოსული მეგობრებო იქ შტაბთან და რაღაცები იბოდია და გაუშვით შეიძლება ლევან სანიკიძე გულბოს ჯუნი სხვა არის აი დედა ჩემს მოუწერია პირველი რევოლუციონერი სატანა იყო ვაფშე აი აბსოლუტურად მშვიდობიანად შესაძლებელია ივანიშვილის ხელისუფლებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება. 4-ში ჩამოიშლება, საღამოს თქვენთან მოვალთ, ერთად ვიზეიმოთ. მე მოვიტანე, ჩვენ რაჭულღინო და დავლეოთ. არ ჩამოიშლება 4-ში და 5-ში ჩამოიშლება 6-ში, 7-ში თუ 8-ში, მაინც ვიზეიმოთ. თავარი არის რომ
ანუ მაგას ღვინო. რაჭა ამათია რა. ღვინო აქ ამას. რაჭული ღვინით და რაჭა ამათია. გუბაზი ხო ემოკრებოდა ბიზნეს რო რაჭას ხელი არ ახლო. რაჭაში არის ძალიან მაგარი ღვინოები. თუ ხვანჭკარას გულისხმობს, მაგით კეიფი არ შეიძლება, დებილო. არა, თეთრას გულისხმობს. ალბათ, ხო, მაგრამ ამას ნაწუნპავები იქნება. არა, ასეთი ვერაგი და არა კაცი დაყენებული ღვინოს დალევა არ შეიძლება. იმიტომ რომ ღვინო ფაქიზი პროდუქტია და კაი კაცი თუ არ ხარ და რატო არ არის ეს გარეთ? რატო არ იცავს, რატო არ არის ჩართული რევოლუციის ბარიკადებზე ავანგარდში რატო? მივიდა გამოჩნდა. კი, არა, ცოტა ხანი გაიელვა. პავლენიშვილთან ერთად. კაცი ყოფილა მაშინ. კაცური კაცი. მაშინ აბა მე რა ლაპარაკებ. კიდე რა გვაქვს ჩვენ? კიდე ყავს აგერდო. არმაზახვლედიანი დიდი რევოლუციონერი. აუ, მოაშორე რა მუდაკია. წვანე ტიპია რა, მას ძალიან სკუჩი. აი, ნახე რა სკუჩნი. მაშინ კაკო ბობოხიძე. ნამდვილი რევოლუციონერი. რომელზეც მიშაც ამბობდა რომ სისხლისმელი კაცია, გამოცდილი კაცია. სისხლზე თუ მიდგა საქმე, კაკოს დაუძახეთო. თავიდანვე თქვა რომ მეო და აბერდიო და ახალგაზრდები სადახარ. სამოქალაქო ომი დაიწყეთო რა, პატარა გააჩქაკუნეთო. კაკობობო მიმაჩნია რომ ხელისუფლება გასულია კანონიდან, ამიტომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ კანონიერი მშვიდობიანი, არამშვიდობიანი, ასეთი დამხობა, ისეთი დამხობა ყველაფერი იქნება ალალი. ერთხელაც გაწყდება ის უცვლელი ძაფი, რომელზედაც არის დაკიდებული ეგრეთ წოდებული მშვიდობა. აი, წვრილი ძაფი. ხო. გაიგე რა თქვა. ხელისუფლება გაწყდება ის ძაფი, რომელზეც არის დაკიდებული მშვიდობაო და ძლივს ჩავერთვებით ომშია. აბა რა. ოღონდ ბიჭო, ეს ამის დაწყებული ომი თავიდან არის დასაწყისი. არა, სხვა შორის კაკო ბობოხიძე ძალიან ის არის ინსაიდერი ტიპია გამოვა ყველაფერი რაც არ უნდა თქვას. კაცმა თქვა, ახალგაზრდებს მიმართა სამოქალაქო ომი დაიწყეთო. ისე შეუსრულო. შეგოს რა გინდა, ხო შეუსრულო. ახია პარტია. მარტივად დაშლილი პარტია კიდე უფრო დაშალა. მარტივმამრებლებად და დატოვა ფედერალისტებში. დატოვა ფედერალისტებში. გაგიჟებული ჩერგო, რომელიც ბავშვებს ემუქრება გაუპატიურებით. ხო. იმ დონემდე მიიყვანეს. აბა, პროსტიტუციაში ჩავა. აბა ბიჭო. არა, პროსტიტუციაში ჩავა. პროსტიტუციაში ჩავა. პირველი არის, აუ, აბსოლუტური დებილია. ისეთი უნდა გასროკო მაგის გამო. ჰა? კი უნდა გასროკო მაგის გამო. გიჟია, რა უნდა გასროკო ბიჭო, იქ მაგი არ შეიძლება. სამარტო საკანში. არა, ნებისმიერი ფსიქიატრიული ექსპერტიზა მის შეურაცხყოფას დაამტკიცებს დარწმუნებული. აი როგორც შეგიყურებ ისე. ბიჭო, რო დადის შეუძლებ ჯენსეთი არც დადის, ვარდება კიბიდან და მანქანას ვერ პოულობს და თვითონ იცინს ამაზე ეს ნიშნებია. მეორსეთი ნებისმიერი კეთილსინდისიერი ექსპერტიზა გამოდის. ხო, ნებისმიერი კეთილსინდისიერი ყველა სოფელს უნდა ყავდეს თავის გიჟი. ყველაზე მაგარი არის თვითონ. ქალაქს უნდა ყავდეს თავის გიჟი. მაგრამ ყველაზე მაგარი თვითონ ვერ უყვება ბიჭო, აი კიბეზე ასვლა ისეთი პროცესია, რომ შანსი არ არის სართული აგერიოს და ავწდიო მერვე სართულსო, მე-14-მდე თუ მე-12-მდე ავედიო. ანუ ხდები როგორი კონცენტრაციის დეფიციტი კი არა, ვაფშე გონებას რა გონკებშია. და შლეგი ენერგია. ხო, ძალიან გონკებშია რა. ხო. შანსი არ არის სართულზე, შეიძლება მანქანა ვერ იპოვო და ფეხსაცმელიც აგერიოს, ნუ ეგეც ძალიან რთული კეისია, მაგრამ ან შეიძლება ამას თამაშობს ყველა. არა, რატო იცი? ის ტრენდი ხო იცი გენიოსების ხო გიჟებიც რო არის. ნიუტონმა რო ორი ხრელი გააკეთა, ერთი დიდიკატისთვის და მეორე პიზოსთვის. არა. პროსტა ეს დარჩება მე გენიოსობის გარეშე გიჟი. გაიხსენე მაგის მოწყობილი საარჩევნო. გენიოსობის გარეშე გიჟი დარჩება. ბოსხის ნახატი და მაგის საარჩევნო კამპანია დაახლოებით ოჩოფეხებზე დადის. გახსოვს? რა მიკი მაუსი. მაგის კამპანია მიკი მაუსი, ციხე გოჩი, მიკი მაუსი. ესეთი მაგარი რაღაც გქონდაო და არა შუქებთო. ხო და იგივეა. კი ბატონო, მოდი გავუშვათ აი ლევან ბეჟაშვილი მაგარ საინტერესო რამეს ამბობს ნახე. კარგად იცი საზოგადოებამ სხვადასხვა ქვეყნების ასე ვთქვათ ისტორიული მაგალითებიდან რომ ხელისუფლება როდესაც ებრძვის ხალხს ხალხი ყოველთვის გაიჩერს. ეს არის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელზეც მართლაც ახდა, რომელიც იმენად მარტო ხალხის ბრძოლის იდეა, აი ხელისუფლება ეს იყო იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პირველად საქართველოში ეს დისკურსი უნდა შემოეტანა, რომ ყველაფერი ხდება პირველად, აღშენებლობა, განვითარება, რაღაცა, მანამდე ვიყავით ბნელები. ეს არის იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ახალი ქართული ნაციონალური ნარატივები შემოეყო, ვაფშე ქრისტიანობის ახალი გაგებაც, ყველაფერი ვაფშე და ხალხს დაუპირისპირდა რა დონეზე, იცი, მეტი რო არ შეიძლებოდა, პირდაპირ აწამა, ვინც თავის მხარეს არ იყო. აწამა. ოღონდ რამე კი არა, აწამა. და სალომე ზურაბიშვილის ქარდი მინდა გაუშვა.
გაუშვით თუ შეიძლება. მეხუთე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შალვა ნუგეშლა. როგორც ჩანს, კალაძე ვერასხოლებს ქალებს და კაცებს, რაღაც შეეშალა. თუ ჩვენ ნახეთ დვარნეშკა უსქესო არსებები, რომლებიც აი თუნდაც ჩვენ ჟურნალისტებს უპირისპირდებოდნენ და რაღაცებს რო რეალებდნენ და მართლა შეგეშლება ქალია თუ კაცი ვერ მიხვდები რა და ეს ქალი რომელიც ნიუ-იორკში არის ახლა თუ ვაშინგტონში რა მნიშვნელობა გინდა ქალი იყოს გინდა კაცი ხო დაჟე ხო გეთახმები მე ზოგადად მაინტერესებს როგორ მიდიან ამ ცხოვრებამდე ანუ გასპარ ნოე ხო ანუ რა არის ის პრობლემა რამაც ვისაც არ აქვს ნანახი ხო შეიძლება ბევრს არ კონდეს ეს გენიალური ფილმი და კლიმაქსი ჩარტეთ ტრეილერი და მაშინ აი უნდა გავიგოთ რომ აი საიდღაც პროვინციაში ან არა პროვინციაში სადღაც ცხოვრობდა ადამიანი და უცებ გახდა ლიბერალი ხო ანუ მას ჰქონდა ეს ფარული პრობლემები კომპლექსები რომ ისეთი არ იყო მახინჯი იყო სულიერად მახინჯი იყო თავი ეგ რა შეიძლება ცენტრალური ბრუნელი ლიბერალები ხო აგრესიული ლიბერალიზმი ყოველთვის არის რაღაცის კომპენსაცია რაც შენ თავთან გაკლია და გინდა რომ დაფარო საზოგადოება რომის ბაბზე უფრო მეტი კათოლიკე რო ხდები რომის ბაბზე უფრო მეტი კათოლიკე რო ხდები რომ ჩამოდიხარ გინდა რომ ვაფშე ვითომ აი ეს ყველაზე ხშირი უცბად ერთად უცბად შენი იქიდან გამომდინარე პროვინციალის ხუმრობა ქონდა ერთხელ ჩემ მეგობარს მაგაზე, აი შენ ბაბუას რო კლავი აქვს მოჭრილი ტიპზე და აი მაგ დისკურსიდან რო ხარ, მაგ დღისესრიგიდან რო ჩამოდიხარ, იცვავ რაღაცა ნეპალური შარვალი, რაღაცა ისინი ესენი და იცან შამანობა და გასული და გასპარნოე და კლიმაქს ნამასტე და ბოლოს რო აქციაზე დგახარ და როგორ იცი რომ აი ეს შენი ორგანული თითქოს ხარ რაღაცა მე-10 თაობის იმენა ბრუკლინელი რა. ხო, ოღონდ თან როგორ არის თან ამას ახოდო ვერ იკმაყოფილებ, იმიტომ რომ შენ მარტო პროტესტი კი არ პროტესტში კი არ ხარ ჩაბული. შენ გინდა რომ შენ იყო უმრავლესობა. აი უმრავლესობა ვისაც ისეთი ზიგი გაქვს რომ შენ გინდა შენ მართო ისინი. ნებისმიერ საზოგადოებაში დევიაციური ტიპები არიან საინტერესონი. როგორც შემოქმედები, როგორც რაღაც გარკვეული ტრიგერის მიმცემები, ახალი თუნდაც ერთ შეხედვით გიჟური იდეების მშობნი, მაგრამ არც ერთ საზოგადოება, ნუ ეხა თანამედროვე ევროპის გარდა არ იმართება დევიანტებით და მარგინალებით, ხო, არ იმართება. ხალხს არ მოსწონს ეს მარგინალები. რატომღაც მიაჩნიათ და მიიჩნიეს, რომ ეს ქვეყანა მართლა არის ექსპერიმენტი. ხო, ბელგიაზე და რა ვიცი, ფინეთზე უფრო ლიბერალი უნდა იყოს, ხო, არა? ну ითხოვენ იმას რა ხო ხტები რაღაცა იმ გარკვეულ რაღაცა იმებს ამას წინათ მე ვნახე რუსებზე გამახსენდა რუსებოს რა ყვიროდნენ ამას წინათ ვნახე რუსი ლიბერალის მონათხრობი რუსი ლიბერალის მონათხრობი თბილისზე და ვიღაცა ტიპები ქართული ბლოგერები გამოდიოდნენ და ინგლისურად ბაზრობდნენ ოღონდ იმათ რუსული იციან ძალიან კარგად რა ვინც ამ ინტერვიუში საუბრობდა რა იცი რო იცი ну дан მოსმენილი მაქვს მათი რუსული ბლოგერები არიან ლიბერალ და ბლოგერები ქართველი ლიბერალ და ბლოგერები რომელთა რუსული ბლოგების მაქვს დანახი და ამ შემთხვევაში ლაპარაკობდნენ ახლა რუსაძლებდნენ ინტერვიუს ინგლისურად და წვალობდნენ ეს ორივენი ხომ იმას არის კარგად მე არ ვიცი სახელები სამწუხაროდ ვერ ვასხოვებ რადიო თავისუფლების კამანდა არა ცალკე კამანდაა რა ხო და უყურე მანდ რა არის მივხვდი უცებ რომ აი ეს რუსებთან პრობლემა კი არ აქვს ანუ რუსებთან ურთიერთობის პრობლემა კი არ აქვს იქცა რაღაც მაწრეში სამარცხვინო კი არა აი რაღაცა ნიშნად რომ აი რუსი თუ არ დაგმე რუსზე თუ ცუდი აქვს აი შენ არ გქონდა კიდე რაღაცა კრეხელური რაღაცა რო გააკეთე დოსტოევსკის არ აქვს მეთქი წაკითხული რო ვთქვი ეპისკოპოსი ვარ ქალი გაუშვათ ეგვიდა უბრალოდ შენ ჩამიგდე რა ხო საგიჟეთია რა მანდ ეხა დოსტოევსკი თუ გაქვს წაკითხული ესეთ დილემას არ დააყენებ იმიტომ რომ საუკუნეების წინ 2 საუკუნის წინ თუ რამდენიც არის ამ დილემას პასუხი გაიცა აი რუსებზე იმდენად აცრაკს არც არაფრის გამოყენება არ უნდათ რუსების რა მე მაგალითად კიდევ ერთხელ ვამბობ მე თუ დამიძახებენ რუსს მე ამას შეურაცხყოფად რატო უნდა მიყო რუსი ოკუპანტი კიდე სხვა არის რუსი იმპერიალისტი სხვა არის მაგრამ გვაქვს ჩამიგდე? ხო აი ახლა მე მეგობრებო და საინტერესო ვიდეო ეგ საიდან გააძრე შენ ჩამიგდეს ნახე რა მაგარი ვიდეო გაუშვით ჩა ახლა როცა რაღაცნაირად რომ დავუშვათ დაშვების ანზე რომ ქრისტეს ეპოქაში ვიყოს ზოგადად ამ
ამოცემობაში ამ პერიოდში თქვენ ეს ჯვარზე თუ გააკრავდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს? 33 წელსაც არა ცოცხლად. ხო, ქართული ოცნების წარმომადგენლია. კითხვა როგორ ისმის? წარმოიდგინეთ, აქ რა მოხდებოდა დღეს, რომ თბილისის ქუჩებში დაიარებოდეს ქრისტე, რომელსაც ახლა ერთ წამი გააჩერეს მომას გაფიცებს სხვა შორის. სანამ ეს პასუხს გასცემს ეს მამა რუსუდანი? მამა რუსუდანი თუ დედალი დამბუდაური თუ ვინც არის. სანამ ეს მამას პასუხს გასცემს, ბიჭო თვითონ კითხვა რა ვულგარულია. მიხვდი როგორი ვულგარიზაცია. არა. რასამ ქართული ოცნების წარმომადგენელი. არა, ქართული ოცნება რა შუაშია კაცო. არა, რასი გიჟია. ამათ არაფერი საერთო მშვენიერებასთან აზროვნების აქტთან, სააზროვნო აპარატთან შანსი არ არის თუ შენ არ ხარ ვულგარული და ძალიან პრიმიტივი ამ კითხვას არ დასწავლე ერთი და ლეგენდა ვილიკამ ინკვიზიტორი წაკითხული აქვს ეს არა გაგებულიც არა კითხვის დამსმელებს არა იმ მამა რუსუდანს კი მამა რუსუდანს არა აქვს წაკითხული კი როგორ არა ეკნება აი დოსტოევსკი უყურე მაგ კითხვის აი ქრისტეს გათა მის გონებას ჯინსები და კეტები ლიბერალურ გონებაში გათანამედროვებულ ქრისტეს აი ესე რო აღწე გაუშვი ჯინსები და კეტები მან მორჩა რა ის წაკითხული დაიარებოდეს ქრისტე რომელსაც ახლა არ ეცმეოდა ხო ეს ჯვალოდა რაღაც რატო არ ეცმეოდა შენ თუ გაწვია იმას რა წარმოიდგინე კეტებიანი და ჯინსებიანი ახალგაზრდა კაცი დაიარებოდეს და ლაპარაკობდეს რომ ხალხო მოყვარდეს ერთმანეთი მოყვასი გიყვარდეთ ტერი გიყვარდეთ არ გამოხვიდეთ რომ მოწმე არ იძალათ ახლა იქნებოდა დიპსტეიტის აგენტისა იქნებოდა სინდისის პატიმარი არა ბიჭო მე იცი რა მაინტერესებს შენი აზრით ამათ არც ერთს არ აქვს დაჟე გაგებული დოსტოევსკის უკვდავი რომანიდან დოსტოევსკი აქვს გაგებული ხო ლეგენდა ვილიკამ ინკვიზიტორი არა აზიანს დავდებ არა მაშინ ვაფშე წმინდა წერილიც არ აქვს წაკითხული წმინდა წერილი შენ როდესაც ამბობ რომ ქრისტეებზე ამაღლობელში განხორციელდა უკვე ესე იგი ან თუ წაიკითხე ვაფშე არ არის შენ გზი მეგონის შესხარებე წაიკითხე დიდი ალბათობით მამა რუსუდანს არ აქვს წაკითხული რა მას ექნება წაკითხული რაღაც ჰაილაიტები ან რაღაც არა რა რას ებრძვის ხო უნდა იცი უკო მორმონი შეიძლება ანუ ინტერპრეტაციები რაღაც შეიძლება ქონდეს საბავშვო ბიბლია შეიძლება საკითხული არის ან რა ვიცი გიდეონის ბიბლია გლები ექნება სარანგი ექნება ესეთ ვულგარი ძალიან ვულგარიზა ეს არის ცოდნის დესაკრალიზაცია და ვულგარიზაცია სრული კონკრეტული რაც რელიგიური ორგანიზაცია თუ რა არის იმის წიახს არ შესაბამისად აქ აი გვერდით რო უზოს ვინც მაგ კითხვას უსვავს მასსავით მაქსიმალურად უფრო ისე ვიყო კორექტული არა დავში პირდაპირ ესეთ გონებრივად დევალვირებული პასუხი არ უნდა გასცე ხო ცოტათი აი კი რაც შეიშმუშნო მაინც ბიჭო იმას რომ გეუბნები რომ ქართული ოცნება ჯვარს აცმევს თუ არ დღეს ქრისტე აი ამ კითხვას რომ გისვამე ცოტათი ანუ უნდა მიხდე რაღაცა სუძი კითხები. ქრისტიანულად მოიქცა და მათ დონეზე დავიდა. დამდაბა. მეორე ლოყა შეუ. მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებმა სიმბოლურად კალადის შტაბის შესასვლელი აჭერდეს და ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. რითი აჭერდეს? მარიას ფოტო არაფერი. ვინმე ხო არ ჩააშენეს? გაუშვათ ერთ. არა. ბარერი დაალაგეს, მაგრამ ნუ ილოღონტი ხო არ მიაწებეს მაგას ხო კაკუნისეში. ბიჭო, როგორ არის ხალხი? სადღაც რაღაცას ვიღაცას გამოსტყუებს. ეს სულთა იმის არტუბარდია. რაღაცას ვიღაცას, აგო ძალიან კონკრეტულად ვიცი რას? აი გამოსტყუებენ. კარგით მეგობრებო, ჩვენ ბევრი გინება მივიღეთ. ჩვენ არა ვართ ბოგმიანი ხალხი, ავატყოფებს მით უმეტეს დვარნიაშკებს არ ვერჩით. მაგათგან ვირისგან ციხის საწყენი არ არის და ციხეში არიან ქათმები, რომელსაც არ უნდა მიაქცია ყურადღება. ციხეზე დაახლოებით გასტა იყო ეს რასაც მე უყურე. აბსოლუტური დვარნიაშკები, ან მართლა უნდა ჩაუსაფრთე და დუხავოე რუჟიოთი ტრანკვილიზატორი უნდა ესრო, რომ დააგდო იქ რა, ბარბაცით რა, დაახლოებით ესეთი, ნუ აი პროსტა ის გოგო ვინ იყო ბიჭო? ესე რომ გამოდიოდა ჩვენ ჟურნალისტს რომ უღებ. რა გვამართ? ან ეს ებრძვის რუსეთს, ხო? ჩვენ გოგოს რო უყებს ამით ებძვის რუსეთს? ისე შენ ძალიან საინტერესო ჰიპოთეზა წამოაყენე. პუტინს ასუსტებს. პოლიციას რო კონდეს მაგალითად არა სპრეის ტრანკვილიზატორი
ჯერჯერ ტრანკვილიზატორი ოღონდ ისეთი კარგი ეფექტის ფონი. არა, წარმოიდგინე, სპრეი, რაღაცა ვალერიანის ტიპი და ვინც სერიოზულად შეპყრობილია, იმას იმენა დიაზეპამის ამპულებს რო ესვრი. წკავ და ეგრევე მშვიდდები. ბიჭო, მე რაღაც დალებენ ენერგეტიკს და უფრო მაგრამ საკაიფები. მე საკაიფოდ მოვლენ აქ. მაგრამ არ შეიძლება, იმიტომ რომ მაშინ ყველაც კარგია რა, იცი? რა. იმაში რო არის. adzakata და წმინდა წყალი. ვიტაევადა რომ დიდი მადლობა. დიხლაფოს ვარიანტი. კარგად ზანდო. არა, იმენა დიაზეპამის ამპულები უნდა იდოს სნაიპერ გამიგდა უკაში. ხვალა.